კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერში ახალი 6-ე თორნიკე კვერენჩხილაძესთან ერთად. დღეს სვეტიცხოვლობაა დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში კათოლიკოს პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განსაცდელზე ისაუბრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველო არაერთხელ ყოფილა განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისგან. ჩვენ გვჭირდება სასოება, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა. მე მინდა გითხრათ, რომ მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისაგან. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი უგზავნის იმას, რომელიც უყვარს. სვეტიცხოველში წირვა ლოცვას ქართული პოლიტიკოსები დაესწრნენ ტაძარში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან და კოალიციის წევრებთან ერთად მევიდა. მცხეთაში ქართული ოცნების მინისტრობის კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძეს იმყოფებოდნენ. წირვაზე დასასრებად სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდნენ პირველი ლედი სანდრა ელისაბედრულოვსი და თბილისის მერი გიგი უგულავა. ილოცავ სვეტიცხოვლობას ულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენს ქვეყანას უსურვოთ მშვიდობა, გრძელობა და ბედნიერება. დღეს მცხეთობასაც აღნიშნავენ ქალაქში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მცხეთაში დილიდან გამოფენები, ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტების ტარდება. მოეწყო სახალხო სერენობაც. სვეტიცხოველში ჩავედით, საკლები ავანდეთ, და საქართველოს მიულოცეთ, მშვიდობა ვთხოვეთ, რომ გაერთიანება ვთხოვეთ მთელ საქართველოში, გამძლიანება და ბედნიერი მომავალი. შემდეგ გამოვედით აგერ უკვე დღესასწაულზე ქალაქისა და შვილიშვილებთან ერთად ვერთობით. გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მცხეთობას, მრავალ დაეცარით. ყველას ულოცავთ. იხარეთ, იმედიერეთ. სრულიად საქართველოს ულოცავთ სვეტიცხოვლობას. ნიღბების თეატრი მოგესალმებათ. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში კი ახალ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე მსჯელობა გრძელდება. შეხვედრას მინისტრობის კანდიდატები და კოალიციის სხვა წევრები ესწრებიან. ისინი მთავრობის დაკომპლექტების და პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შესახებ მსჯელობენ. სოზარ სუბარის განცხადებით მინისტრობის ორი კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. და რა ხდება ამ წუთებში ბიზნეს ცენტრში? ბოლო ინფორმაციით გვანცა პაპავაძე ჩაგვერთვება. გვანცა მოგესალმებით. დასრულდა თუ არა კონსულტაციები? ბიზნეს ცენტრში კონსულტაციები უკვე დასრულებულია. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის წევრები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ მთავრობის სრულად დაკომპლექტებისა და პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ. ბიზნეს ცენტრი უკვე დატოვეს ქართული ოცნების ლიდერებმა დავით უსუფაშვილის განცხადებით. მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი უკვე სამშაბათს გახდება ცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას, ვაგრძელებთ ყველა საკითხის გადაწყვეტას. საკადრო თემებთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ალბათ სამშაბათს გააკეთებს განცხადებას და მაშინ გახდება ცნობილი ყველა ის კანდიდატი, რომელთა თაობაზე ჯერ არ გაკეთებულა განცხადება. მანამდე სამუშაო რეჟიმში ვიხილავთ მიმდინარე საკითხებს. სამშაბათისთვის ბატონი ბიძინა გააკეთებს განცხადებას, მანამდე რა თქმა უნდა მსჯელობა გრძელდება ყველაფერს. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ვალდებულია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს, რადგან მთავრობა გადამდგარია. ამ დროისთვის დარჩენილია მინისტრობის 6 ვაკანტური ადგილი. ამ მთავრობის სრულ შემადგენლობას ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სამშაბათს გააცნობს.
მადლობა გვანცაის გვანცა პაპავაძე იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 22 წლის ჯარისკაცი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჩაასვენეს. კაპრალი მინდი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა. ნათესავების ინფორმაციით ავტომანქანაში, სადაც 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა, ნაღმი შეაგდეს. დაჭრილია დაღუპულის 2 თანამებრძოლი. მინდი აბაშიძე შეერაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების 3 ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-2011 წლებშიც მონაწილეობდა. დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. აბაშიძე მესამე ჯარისკაცია, რომელიც აჭარიდან 2012 წელს დაიღუპა. იყვენ ოპერაციაზე გასული, 3 იყვენ მანქანაში, ხო და ლუკი კონდენ ღია. ხო და შეთ ჩოუგდეს, არ ვიცი, ლიმონკა თუ რაღაცა ჩოუგდეს შიან და აფეთქდა. 3 იყვენ მანქანაში, 2 დაჭრილი არის გადაფარებულა და ის 2 გადაურჩენია, ისინი დაჭრილი არიან. დადღის სხვა სიახლეები ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები ვაქილის მეხუთე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან. ორივე მხარე კენჭისყრის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე კენჭისყრის ზეწოლაზე საუბრობს. თემას პირდაპირ ეთერში მადონა ბატიაშვილი განაგზობს, ის ახლა სიღნაღში იმყოფება. მე ხო იმყოფები ვაქილის ნომერ მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც დილიდან არჩევნები მიმდინარეობს. აქტივობა შეინიშნება, თუმცა არჩევნების დასრულებამდე 2 საათით ადრე ორივე მხარე ალაპარაკდა გარკვეულ ზეწოლებზე, როგორც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ამბობენ, წევრები ამბობენ, ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან გარკვეულ ზეწოლებს ჰქონდა ადგილი, თუმცა საპირისპირო ამბობენ ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ყუთის გატაცების და დამტვრევების თაობაზე და ნაციონალური მოძრაობის წევრები ასეთი ტიპის განცხადებებისგან თავს იზღვევენ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. იმ ადამიანები, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ იყო მათზე ზეწოლა, თვითონ ეს ადამიანები არიან ესე ვთქვათ აშენებული და მათ მაგალითად მე მერცე შემთხვევაში ასეთ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ვერ ვიტყვი მაგგვარად, თორემ კიდე ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს განაცხადა. მეცაც ვიტყვი გუშინ მაგალითად გუშინზე იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ჩამოსული, როდესაც ისინი სოფელში მოძრაობდნენ, მათ დაყვებოდნენ უკან მანქანებით და იყო ჩვენ ჩამოსულან ჩვენი პარტიიდან ჩამოსულ ადამიანებსაც იყო ზეწოლა. მასშტაბური განაცხადეს, რომ იყო ზეწოლა მოქალაქეებზე. მაგათ აქვს ყველა ზეწოლის მექანიზმი, პოლიცია მაგათი იყო, პროკურატურა მაგათი იყო და ეგენი კუდი და სოდი და ყველგან ეკეთებდნენ ზეწოლას. არავით არ ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ ხალხი იყო აღშფოთებული, რომ ჩამოვიდნენ მაგენი, ყურადღებისწინ, იმიტომ რომ ხარს ფაქტიურად მოყარეს მაგათ არჩევანი. ვაქილის ნომერ მე-5 საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებულია 893 ამომრჩეველი. ამ დროისთვის 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე განახორციელა ხმა. აღსანიშნავია ისიც, რომ უბანში არ არის გადასატანი ყუთი, როგორც კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, არც ერთ პირს შესაბამისი განცხადებით კომისიისთვის არ მიუმართავს, რის გამოც მოხუცები და უნარშეზღუდული პირები ახლობლების დახმარებით მოდიან უბანზე და ახორციელებენ ხმას. მადლობა მადონა სიღნაღიდან მადონა ბატიაშვილი საუბრობდა 1 ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით განმეორებითი კენჭისყრამ 7 ვითარებაში მიმდინარეობს ხაშურში. 9 უბანზე 17 საათის მონაცემებით ხმა ამომრჩეველთა 24%-მა მისცა. საარჩევნო უბნებზე არც საჩივარი დაწერილა. ხაშურის მაჟორიტარობისთვის ქართული ოცნებიდან ვალერი გელაშვილი ებრძვის, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაძლებელი იყო არ მისულიყო ამომრჩეველის ის რაოდენობა, რომ ჩატარებულა ჩათვლილი ყოლადები პროდუქტიო თუ რაღაცეები ვიცი. შეეხება დარღვევებს, ჩვენ ესეთი ინფორმაცია ჯერ არ აქვს, ვინაიდან ალბათ არ მიხვდა ეს დარღვევა. თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტს, რომ საარჩევნო კომისიის წევრი თურმე არ იწვევდა იმ უნიფორმას, რომელიც არის მწვანე-ფერის. რატო რა მიზეზით? არ ვიცით ახლა რა მიზეზით, არ უნდა დადამის რომ ჩაეცვა. ამიტომ არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარეს და გაძევდა უბნიდან. 7 ვითარებაში მიმდინარეობს მაჟორიტარი დეპუტატის განმეორებითი არჩევნები გორის მე-4 საარჩევნო უბანზე. საუბნო კომისიის თავმჯდომარის ლალი სარაულის განცხადებით, მოსახლეობის აქტივობა დღის პირველ ნახევარში უფრო მაღალი იყო ვიდრე მეორე ნახევარში. კომისიის მონაცემებით მე-4 უბანზე ხმა 351 ამომრჩეველმა მისცა.
დღის პირველ ნახევარში უფრო აქტიური მოდიოდა მოსახლეობა, ეხლა შედარებით ნაკლები აქტივობა. და ამ დროისთვის რამდენი ამომრჩეველი? ამ დროისთვის არის 351 ამომრჩეველი უბანზე დაფიქსირებული. დარღვევას ხომ არ? არანაირი სახის დარღვევა არ ყოფილა უბანზე, ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ველოდებით რასაც ხმების დათვლის პროცესი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქართული ოცნების წარმომადგენლის გიორგი ღამბაშიძის საჩივარი არ განიხილა. საჩივარი ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქის შედეგებს ეხებოდა. ღამბაშიძე ითხოვდა უბნებისთვის გადაცემული ბოლო დაზუსტებული სიების გადამოწმებას და მათში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობას. თუმცა როგორც სესკოს ხდომაზე კომისიის წევრებმა განაცხადეს საჩივრის შეტანისას დარღვეული იყო გასაჩივრების წესი. გარდა ამისა ის არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი. ხდომაზე სამ ოლქში მიმდინარე გამეორებითი არჩევნების ბოლო მონაცემებით წარმოადგინეს. საჩივარი იყო შემოტანილი არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე გასაჩივრების წესი და ვადა იყო დარღვეული, ამის გამო საჩივარი დარჩა განუხილველი. რაც შეეხება აქტივობას, 12 საათის მდგომარეობით 11 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა იყო 12.9%. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ოლქების მიხედვით, ხაშურში და გორში აქტივობა იყო 11% და სიღნაღში დაფიქსირდა შედარებით მაღალი მაჩვენებელი 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 34%-ს. შენობა, რომელშიც აჭარის მთავრობა სამუშაოდ გადასვლას გეგმობდა, რამდენიმე დღის წინ ხელოვნების უნივერსიტეტს გადასცეს კოალიცია ქართული ოცნების ოფისში ამ ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევენ. დასაჩუქრებული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით კი შენობის არარსებობის გამო სასწავლო დაწესებულებას ორი პროგრამა ჩაუვარდა. ხელოვნების უნივერსიტეტის შენობას უკვე წლებია ითხოვს. ეს არის პირდაპირ დივერსიული საქმიანობა. ეს არის პირდაპირი დანაშაული, ანტიკონსტიტუციური ქმედება, როცა სააკაშვილის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მომავალ მთავრობას ყველგან ცენტრსა და ადგილზე შეუქმნას პრობლემები, არა მარტო ვთქვათ უფლებამოსილებისა და კომპეტენციების განხორციელების თვალსაზრისით, არამედ უბრალოდ შენობების და ფართობების დაკავების თვალსაზრისითაც. ეს იყო აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება, რაც შეეხება დოკუმენტს, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ აჭარის მთავრობას და ეს დოკუმენტი მიიღოთ დღესვე. ტყით მოსარგებლეთათვის ეგრეთ წოდებულ სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყეზე დაწესებული გადასახადი გაუქმდა. საქმე ეხება გადასახადს, რომელიც 7 სექტემბერს მთავრობის დადგენილებით დაწესდა, ხოლო 10 ოქტომბრის დადგენილებით გაუქმდა. მთავრობამ სექტემბერში ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას პუნქტი დაამატა, რომლის თანახმადაც ტყით მოსარგებლე ვალდებული გახდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვების შემთხვევაში. სადღეო სააგენტოს ანგარიშზე ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის საფასური გადაეხადა. გადასახდის ოდენობა 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლის განახლებას იწყებს. პირველი შემადგენლობა ჩინეთიდან ფოთის პორტში დღეს შევიდა. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია GRS-მა საქართველოს რკინიგზისთვის 5 მატარებელი დაამზადა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მატარებლის პირველი შემადგენლობა მგზავრებს 3 კვირაში სპეციალური ტესტირების შემდეგ მოემსახურება. სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა განცხადებით 2013 წლის პირველ ნახევარში მაგისტრალური გადაყვანების ყველა მატარებელი შეიცვლება. ჩვენ შევიძინეთ 5 ახალი შემადგენლობა, რომლის პირველი ვაგონი ჩამოიჭვრა ახლა ფოთის პორტში. ეს გახლავთ 4 ვაგონიანი შემადგენლობები, თითოეული შემადგენლობა იტევს 300 მგზავრს მოემსახურება, არის 2 კლასის. ეს გახლავთ ძალიან თანამედროვე უსაფრთხოებისა და მართვის სისტემებით აღჭურვილი, გაუმჯობესებული კომფორტული, კონდიცირების სისტემით რასაკვირველია და სხვა ბევრი კომფორტი. უკვე მესამე დღეა იაშვილის 4 ნომერში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ოჯახი შესახლდა. როგორც ისინი აცხადებენ, შენობა მიტოვებული დახვდა და წინააღმდეგობას არავის გაუწევია. შენობა ამორტიზირებულია და საცხოვრებელი პირობებისთვის შეუფერებელი. იძულებით გადაადგილებულთა განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს, ისინი საგადასახადო სამსახურის ყოფილ შენობას დაატოვებენ, თუმცა მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.
ქირებს ვეღარ ვიხდით და მთავრობაში განცხადებებზე დევს და არ მოგვაქციეს ყურადღება. მე პირადად ყავს ტუბიანი 9 წლის ბავშვი, აგერ კიდე ტუბიანი, სოციალურად დაუცველები. ქირებს ვეღარ ვიხდით, რომ არამინ არ შეგვაწუხოს და აი ამ შენობაში გაგვაჩერონ. ჩვენ ამითაც აყოფილი ვიქნები, ჩვენ გავარემონტებთ, გავაკეთებთ რაღაცას, სუბელიანმა ვერ გვიშველა და რამდენი განცხადება დევს ჩემი შვილების მან, ალბათ უკვე ამერია დათულა მაგის. დევნილები ეკონომიკის სამინისტროს პირობის შესრულებას თხოვენ გუდამაყრის 4 ნომერში სამსართულიან სახლში მცხოვრე ბიძულებით გადაადგილებულ 40-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაპირდნენ ისინი. მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და როგორც თავად აღნიშნავენ, მათთვის გამოყოფილი ფართი გარემონტებული ჰქონდათ, თუმცა 2011 წლის აგვისტოში ეკონომიკის სამინისტრომ მათ სასწრაფოდ განსახლება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით გაყრით დაემუქრნენ. დევნილები გაცილებით ცუდ პირობებში გუდამაყრის 4-ში მდებარე ავარიული შენობის მესამე სართულზე შეასახლეს და 1 თვის ვადაში ახალი ბინების დაკანონებას დაპირდნენ. როგორც იზოლებით გადაადგილებულები ყვებიან, წინა საარჩევნოდ პირველ და მეორე სართულზე მცხოვრებ ოჯახებს ეკონომიკის სამინისტრომ ფართები დაუკანონა. მესამე სართულის ბინადრებს კი განუცხადეს, რომ ერთ-ერთი ბინადრის საჩივრის გამო მათი ბინების დამტკიცება შეჩერებულია და საკითხს კონტროლის პალატა შეისწავლის. ცხოვრობდით იმ ერთსართულიან შენობაში და ყველაფერი გავაკეთეთ იმ 12 წლის განმავლობაში, ანუ ნორმალური რემონტი ყველაფერი ქონდა ჩვენი სახსრებით და შემდეგ უკვე იქიდან 1 წლის უკან მოვიდნენ და გითხრით განვიცადეს, რომ იქიდან უნდა გავესახლებიეთ, გითხრეს, რომ ამ ფართებს, რომელსაც განმოგეცით, პრობლემა არ გექნებოდა, 2-3 თვეში დაგიკანონებთ ამ ფართებს და ანუ თქვენი საკუთრება გახდებოდა ეგ ფართები და ამის გამო დავთანხმდით ამ ყველაფერზე, მაგრამ როგორც ჩანს 1 წელი გავიდა და უკვე არავინ არ რეაგირებს ამაზე. მთლიანობაში ალბათ 40 ოჯახი გამოდის მესამე სართულზე. ჩვენი ფართების დამტკიცება არის შეჩერებული. არანაირი რეაგირება არ ხდება სამინისტროს რამდენჯერაც მიმართეთ გითხრეს, რომ ეს ჩვენს იმაში არ შედის, იმიტომ რომ კონტროლის პალატას აქვს საქმე აღებული წარმოებაში, კონტროლის პალატაში ვერაფერს ვერ ვარკვევთ. მოვითხოვთ სასწრაფო წესით ძალიან დაჩქარებულად და ამას არ უნდა ბევრი დრო სასწრაფო წესით მოხდეს ჩვენი სიტუაციის გარკვევა და 40 ოჯახს, ვინც ცხოვრობთ მესამე სართულზე, დაგვიმტკიცდეს ჩვენი ფართები. გაუმართავი სახანძრო ტექნიკა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პრობლემებზე საუბრობენ. მეხანძრეების თქმით, მანქანები იმდენად ძველია, რომ მათი შეკეთება უკვე შეუძლებელია. პრობლემაა შორმანძილზე გადაადგილებაც, რის გამოც სოფელ გულიდაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეხანძრეები ამბობენ, რომ შესაკეთებელია ავზი და არ აქვთ უნიფორმები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საგრებლოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანი სახანძრო სამსახურში არსებულ პრობლემებს ბიუჯეტში თანხის ნაკლებობით ხსნის. ძველი მანქანები ყავს პირველი პრობლემა, რაც პრობლემებს გვიქმნის და მუშაობის ეფექტურად განხორციელებას ვერ ვახერხებთ, ეს არის ავტომანქანების სიძველე, ამორტიზებული ავტომობილები. ძირითადად ავტომობილებზე ტუმბოებია გამოსული მწყობრიდან, წყლის ტუმბოები, რომლის უკვე რო ვთქვათ ექსპლუატაციის ვადა გასულია. რთული შემთხვევები გქონია, რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა გაფუჭებულა გზაში, ერთი მანქანა, მეორე მანქანა გაგვიშვია და ასეთი შემთხვევები გქონია, რომ ადგილამდე ვერ მისულა ავტომობილი. თქვენ თვითონ ნახეთ, რომ სახე დამწვარი არ არის დარჩენილი არაფერი. ყველაფერი ნემსის ვერ გამოიტანეთ, ვერაფერი ვერ გამოიტანეთ. თელ სოფელი დავესიეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ შევძელთ. სახანძრო გზა ცუდი გვაქვს, ცუდი კვალია, ვერ ამოვიდა, ძველი მანქანა იყო, ვერ ამოვიდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სოფელ გლდანში, კულა გლდანელის ქუჩის მცხოვრებლებს რამდენიმე თვეა წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. მიზეზი დაზიანებული ცენტრალური მილიარის გამო სასმელი წყალი კანალიზაციას ერევა და სახლებში დაბინძურებული წყალი მიდის. მილლებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გლდანელის ქუჩაზე ორმოებია ამოთხრილი, სადაც რამდენიმე ადამიანი ჩავარდა და ფიზიკური დაზიანება მიიღო. დასახლებიდან თვეზე მეტია ნაგავი არ გაუტანიათ, ადგილობრივები ანტისანიტარიასაც უჩივიან. ეხლა დაკეტილია წყლები, რომელი არაფერი არა. კანალიზაცია არის დაზიანებული. ცენტრალური ტრუბებია შესაცვლელი. ყოველ მიზეზს გარეშე, სწორი ამას აზრი არა აქვს. ეხლა რაღაცა შეყავთ ოჯახებში, მაგრამ ეგ ისედაც ქონდა და მოდის. მაგრამ ნაწილზე მეთან არ მიდის წყალი, იმიტომ რომ არის დაზიანება მთავარი ტრუბის. ეს დაეწყეს არჩევნებამდე ამის თხრა. თითქმის რამის 2 თვე ხდება. ათხრილია, დათხრილია მთელი ქუჩები. მთავარ ხაზზე სვამენ ამ იმასა. თო შემოხვალთ შიგნით რაღაც ტრუბები. იმასაც არ აკეთებენ ნორმალურად. სადაც შეერთებს გაზის, ეს ცენტრალური ტრუბა დაზიანებულია, სულ დახვრეტილია მთელი ტრუბები.
საქართველოში 14 საათსა და 14 წუთზე 5.4 სიმძლავრის მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წნორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კილომეტრის მანძილზე სოფელ ულიანოვკაში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები სეისმოლოგებმა 10 კილომეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. მიწისძვრა თბილისშიც იგრძნობოდა. ეს იყო განმეორებითი ბიძგები, პირველი ბიძგები დაახლოებით 5 წუთით ადრე დაფიქსირდა და სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდაში ადგინა. მიწისძვრის მაგნიტუდამ შეადგინა 5.4, ეს ის კლასის მიწისძვრა, რომელსაც შეიძლება მომდევნო შედარებით მცირე ზომის ბიძგებიც მოყვეს. როგორც ცნობილია, თბილისში იგრძნეს ეს მიწისძვრა. მშვიდობა ბავშვებს ამ სახელწოდების პროექტის პარკლებში 21 ოქტომბერს ახალციხეში სხვადასხვა საბავშვო ანსამბლი მოიყრის თავს. ახალციხის კულტურის სახლში კონცერტს, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან გამართავენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ანსამბლ ხერთვის ეწვია, რომელიც კონცერტზე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პროგრამის წარსდგება. ჩვენ ჩაგვაქვს ახალი პროგრამა, ჯგუფი მუზა და ჩვენ გავაერთიანდით და ცოცხალი ბენდია. ჩვენ ცეკვით ვავსებთ, ისინი მუსიკით და საერთო პროგრამა მიგვაქვს. ერთ სიმღერას ვიმღერებთ თეონა ქუსიამშვილის სიმღერას ინათებს და დანარჩენი ორი სიმღერა იქნება ცეკვასთან ერთად. ეს სიმღერები იქნება აჭარული და ქალაუცისკრის ვასკურავი. ამ დროისთვის სულ ეს იყო პირდაპირ ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვები. ზუსტად 9 საათზე დაბრუნდებით, დარჩით ჩვენს არხზე.